მოგესალმებით, ეს BMG სამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 18 დეკემბერს სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმასაც უნდა ველოდოთ. დღისით ზოგან თოვლ ჭყავს. მაღალმთაში კი თოვლს. დასავლეთ საქართველოში +11 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში კი +6. აღმოსავლეთ საქართველოში +6 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში კი +4. რუსთავში +11, მარნეულში +10, თელავში კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში +10 გრადუსი ფიქსირდება, უმოლოში +6, ხოლო ლაგოდეხში +2. ცხინვალში კი +3 გრადუსია მოსალოდნელი, გორში +4, სტეფანწმინდაში კი 0, ბაკურიანში -3 გრადუსი, გუდაუთში კი -5, ბორჯომსა და ახალციხეში +4 გრადუსს უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +8, ბათუმსა და ფოთში +11, ხოლო სოხუმსა და ზუგდიდში +10 გრადუსი ფიქსირდება. ქობულეთსა და ანაკლიაში კი +11 გრადუსია ნავარაუდები. ოზურგეთში კი +8. დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს ასევე დედაქალაქშიც. თბილისში ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 18 დეკემბრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.